ფოთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს საქალაქო ორგანიზაციის ოფისის ფასადი დღესაც წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ. ამჯერად პროტესტის იარაღად ასევე კვერცხებიც იქნა გამოყენებული. მომხდარს პარტიის წევრები ვანდალიზმს უწოდებენ და პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ქართულ ოცნებას აკისრებენ. ეს არის ვანდალიზმი, ქართული ოცნება უკვე ყველანაირ ზღვარს გაცდა. მეტი ხელწერა მათ არ შეუძლიათ, მათმა შეიძლება გააკეთონ დააზიანონ ისტორიული ძეგლები. მე მიკვირს ნამდვილად სამართალდამცავები თუ რას აკეთებენ ღამის საათებში, როდესაც ქალაქი თავისუფალია და ადამიანები მოძრაობს და ესეთ საქციელს შედის, მე მგონი გამოძიება უნდა შედგეს და უნდა მოახდინონ რეაგირება ამასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ვაკისრებთ ქალაქის საორგანიზაციო თავმჯდომარეს ქართული ოცნების და მის გუნდს, მის დამქაშებს, რომელიც არიან დაქირავებული ხელის ბიჭები და გოგოები. ნაციონალების ოფისი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული. შენობის გარე ფასადის იერსახის უკვე მეორედ დამახინჯებისთვის საქალაქო ორგანიზაციის წევრები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ფოთში 2 დღის წინაც დაფიქსირდა. ხელწერა მაშინაც იგივე იყო. მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციიდან კი კომენტარს ამჯერადაც არავინ აკეთებს.